გილოცავთ, მეც გილოცავთ, საქართველოს მოცავ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და განვითარების დასაწყისს. რას ელოდებით, რა არის თქვენი მოლოდინი? ყველაფერს საუკეთესო, ქართული ოცნებების ასრულებას, რეალური დემოკრატიული თავისუფალი ფიქსეული ქვეყნის დემოკრატიული აღშენებას, რეალურ დასაწყისს. დავაი ჩაგვიდეთ, გილოცავთ. ეს იწყება ცვლილება ჩვენს ქვეყანაში დამთავრდება ეს ცვლილება გამარჯვებით ოქტომბრის არჩევნებში და აი ამ ხალხის უმრავლესობა მოვა შემდეგ პარლამენტში. ველოდები რომ აი ეს ნათელი და ბედნიერი სახეები რომელსაც დღეს ხედავ სულად არ იქნება და ერთი და ორი თვე არ იქნება ეს არის საქართველოს მომავალი დიდი აზრი გაგუწდება და მე ჩავწეროთ ინტერვიუს გადავაღებინოთ ოპერატორებს ერთი აზრი და ერთად დაწყებული აი ეს მშვიდობიანი ეს დაწყებული საქმე არ შეიძლება სულად გაზაცოლოდებოდ უკვე მოხდა დედაქალაქის ერთიანობის დემონსტრირება, საერთო სიმხნევე და განწყობა, რომელიც უნდა გავწევდეთ მთელ საქართველოში. ნიშნად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთად მივლით ასე უმართლიანად ტოტალური უსამართლობიდან საფუძვლად სამართლებისაკენ, რომლის მიღწევის ინსტრუმენტი იქნება არჩევნები. ერთმანეთს შეუძახებთ გავამხნევებთ და ვთხოვთ, ასევე მოვთხოვთ ყველანი არჩევნებზე დამოუკიდებლობას პლუს ეროვნული თავისუფლება. ამის სიმბოლო და დემონსტრირება ეს დემონსტრირებული სიტყვა და მუხტი მოედება მალე მთელ საქართველოს. გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს. აი ესაა დამოუკიდებლობის აღნიშვნა და არა ის ქუთაისში. გაიხარეთ. მოლოდინი ქონდა რა თქმა უნდა რომ ხალხი რომელიც დაიღალა ამდენი წლის უსამართლობით გამოვიდოდა თავისი პროტესტის გამოსახატავად და ეს მოლოდინი გამართლდა სახეზეა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს ეს ხალხი მიიღებს იმ სახელმწიფოს ღირსეულ სამართლიან და სამართლებრივ საქართველოს რომელსაც იმსახურებს მთელი თბილისი ფეხზე დგას და დღეს მთელი საქართველო ელოდება თბილისს. საქართველო მიიღებს იმას, რაც მას ეკუთვნის. თბილისი პირველი აწი დაანჩენი საქართველოს ამ საქმეში შემოგვიერთდა.
თავისუფალ საქართველოს გაუმარ! ღირსეულმა